პრეზიდენტ სურვილია რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე გაადგას ერთი მნიშვნელოვანი ძლიერი ნაბიჯი იმისაც რომ საზოგადოების ასე ვთქვათ განახლებას, წინსვლას ძლიერი ბიძგი მისცეს კიდევ ერთი. ჩვენ აქ საუბრობთ ადამიანებზე, რომელსაც მჟავრი პრინციპში მოხდილი აქვთ, თქვენ დამისვით კითხვა პირობითებზე, მაგრამ ეს გაცილებით მსუბუქი დანაშაულიც ხდება ამ მჟავრის დადება. კრიმინოგენული ვითარების გამწვავების არანაირი საშიშროება ცხადია ეს ნაბიჯი არ შეიცავს. ერთადერთი მიზანი, რასაც ყველაფერი ემსახურება, არის ის, რომ ადამიანები, რომელმაც რაღაც დანაშაული ჩაიდინეს, აგეს პასუხი ამის გამო, აღარ ქონდეთ ზედმეტი შეზღუდვები უკვე მომავალში და მათ მიეცეს შანსი, რომ აი სუფთა ფურცლიდან გააგრძელონ ცხოვრება. ეს არის ძალიან კარგი ინიციატივა ჩემი რწმენით და ჩვენ ყველას რწმენით და მე ვფიქრობ, აი თქვენც ხედავთ, რამდენი ადამიანი გამოეხმაურა, ძალიან ბევრი ადამიანი მიიღებს შვებას იმის გამო, რომ რაღაც შეზღუდვები აღარ ექნება ნასამართლობის სტატუსის პირობებში. თუ იქნება ამ ადამიანების საქმეების ინდივიდუალური შესწავლა, თუ აი რა პროცედურა? არა, აუცილებლად ეს ასეთი პროცედურაა, ჩვენ თავიდან ვიბარებთ განცხადებებს, ახლა ამის ორგანიზებაც გავაკეთეთ ისე მაქსიმალურად, რომ უპრობლემო იყოს ამ ხალხისთვის. შეუძლიათ მოქალაქეებს გაიარონ რეგისტრაცია ადგილზე, შეუძლიათ ტელეფონით, ახლა რეგისტრაცია გავაკეთეთ, იმიტომ რომ უსაზღვრო ნაკადს ყოველ დღე ვერ გავატარებთ, ცხადია და ადამიანები მეტნაკლებად რო იცოდნენ და უშუალოდ როდის შეიძლება რომ ჯობია რომ მოგვართონ, თუმცა ეს შეზღუდული არ არის, როგორც გითხარით, პირდაპირ შეიძლება აქ მოსვლა რეგისტრაციის გავლაც, თუ რიგი მოუწევთ პირდაპირ განცხადების შემოტანა, თუ განცხადება და უშუალოდ არ იქნება დამაკმაყოფილებელი, ან ისეთ ეგეც ძალიან მარტივად არის, იმიტომ რომ აქვე გვაქვს ჩვენ გამზადებული შაბლონების რაღაც სახელის, გვარის, მუხლის და საცხოვრებელი მისამართის და ესეთი რაღაცების ჩაწერა მხოლოდ საჭირო და აქვე შეიძლება, ანუ ეს მაქსიმალურად გამართული პროცედურა იქნება. ამის შემდეგ ჩვენ ცხადია ვითხოვთ მასალებს, იმის მიხედვით თუ რა მჟავრზეა ლაპარაკი, რა ნასამართლობის რა ტიპზეა ლაპარაკი, ეს პირობითია და უშუალოდ თუ მჟავრი აქვს მოხდილი ციხეში და შემდეგ ამ მასალებს ვიღებ და უკვე მერე ვაწვდით იგივე უწყებებს იმისაც რომ ჩვენს გადაწყვეტილებას გახილვის შემდეგ ცხადია რომ გასცენ უკვე ეს ნასამართლობის ცნობა რომ არ არის ადამიანი ნასამართლები. პრინციპულად აქ ხა რაღაცა ღრმა განხილვები არ იქნება, განხილვები იქნება პრაქტიკულად იმ მიმართულებით მხოლოდ აი მუხლებს შეესაბამება თუ არა, რომელიც ჩვენ გამოვაცხადეთ, იმიტომ არის გარკვეული ძალიან მძიმე მუხლები, ძალიან მძიმე დანაშაულები, რომელსაც პრეზიდენტი ვერ შეიწყალებს და აი ეს არის ძირითადი პროცედურა.